ამ, გამარჯობა, მე ვარ ეკა ოთარაშვილი, გარემოს დაცვის სამართლის იურისტი და საზოგადოებრივი ასამბლეის გარემოს დაცვის ინტერეს ჯგუფის წევრი. დღევანდელი შეხვედრა სწორედ ამ ჯგუფისა და ქუთაისის საზოგადოებრივი ასამბლეის ერთობლივი ინიციატივის შედეგად ტარდება. შეხვედრაზე მოწვეულნი არიან რიონის ცველები მარიტა მუსელიანი, მაკა სულაძე და ვარლამ გოლეთიანი. გამარჯობა და ძალიან დიდი მადლობა შეხვედრაში მონაწილეობისთვის. ამ ნამახვახასის პროექტის გარშემო განვითარებულმა მოვლენებმა ძალიან დიდი მნიშვნელოვანი შედეგები გვაჩვენა ბევრი მიმართულებით. ეს მაგალითი არის მრავალმხრივ შესასწავლი მისი მასშტაბიდან და პრეცედენტულობიდან გამომდინარე. ჩემი აზრით ძალიან მნიშვნელოვანია მოხდეს ნამახვახასის პროექტთან დაკავშირებული საკითხების ანალიზი სხვადასხვა კუთხით. ეს შეიძლება ამას შევხედოთ გარემოს დაცვითი კუთხით, სოციალური, პოლიტიკური, ენერგეტიკასთან კავშირში, ეკონომიკასთან კავშირში და ასე შემდეგ. მაგრამ დღეს მინდა შემოგთავაზოთ მხოლოდ ერთი, თუმცა ჩემი აზრით ძალიან მნიშვნელოვანი რაკურსი. კერძოდ დღეს გთავაზობთ, რომ ვისაუბროთ იმაზე, თუ როგორ შეიძლება გამოვიყენოთ ნამახვანჰესის მოვლენების შედეგად მიღებული გამოცდილება მომავალში ინფრასტრუქტურულ პროექტებთან მიმართებაში ცენტრალური და ადგილობრივი მმართველობის ურთიერთქმედების მექანიზმების შესაქმნელად. მომავალში ეს საკითხი აუცილებლად დადგება, როდესაც აღარ გვეყოლება ქართული ოცნება საქართველოში და გვეყოლება წესიერი ლეგიტიმური მთავრობა, აუცილებლად საკითხი თუ როგორ უნდა მოხდეს ქვეყნის სახელმწიფოს მოწყობა ისე, რომ ადგილობრივი და ცენტრალური ინტერესები იყოს სამართლიანად დაბალანსებული, ეს საკითხი დღის წესრიგში დადგება. ამიტომ გთავაზობთ, რომ სწორედ ამ მიმართულებით შევაჩეროთ ჩვენი ყურადღება. მე მოვამზადე 4 შეკითხვა. პირველ ორს მაშინ ახლა ვიკითხავ, შემდეგ თქვენ თვითონ გადაწყვეტთ, ვინ უპასუხებს ამ შეკითხვას. რა თქმა უნდა, სამივე რესპონდენტის აზრი ძალიან მნიშვნელოვანია ამ შეკითხვებზე პასუხისას და თქვენი გადასაწყვეტია. პირველი რაც მინდა გკითხოთ, თქვენი აზრით მომავალში დიდმასშტაბიანი პროექტების დაგეგმვა განხორციელებისას როგორ უნდა მოხდეს გადაწყვეტილების მიღების პროცესში ეროვნული და ადგილობრივი ინტერესების დაბალანსება. და აქვე მეორე შეკითხვა, რომელიც მასშია ამასთან, თქვენი აზრით სახელმწიფო მოწყობის როგორი მოდელი იქნებოდა მაქსიმალურად სამართლიანი აი ამ ბალანსის უზრუნველსაყოფად. შეიძლება. მოკლედ ჩვენ რაღაცნაირად წინა შეხვედრაზე რო ვისაუბრეთ, ეს საკითხი იყო მაშინ გამოიკვეთა როგორც პრობლემა ოდიას დავარქვა თალებში და შემდეგ თვითო კიდევ ვარ დაგვეკეთებინა ესეთი საუბარი მაშინ წინა შეხვედრაზე რომ უფრო ამოწურავად ვიქვა ალბათ ჩვენი პოზიცია და ადრე ამ საკითხთან დაკავშირებით კონკრეტულად ამ ნაწილზე ეროვნული ინტერესთა და ადგილობრივი თემის ინტერესის კვეთაზე იყო საუბარი, ხო, წინაზე. ახლა სწორად ვაფორმულირებ, სამწუხაროდ და საერთოდ მაშინ საუბრობთ ამ საკითხთან დაკავშირებით, აი თქვენი ასამბლეის წევრი იყო. მაკა ალბათ, ხო? იყო, ამას და გვარი, ხო, ამბობდა, რომ ადგილობრივი თემის ინტერესი უნდა იყოს გათვალისწინებული ან რაღაცა უბრალოდ ამ კვეთაზე საუბრობთ, რომ ეროვნული ინტერესი სხვა, ადგილობრივი თემის ინტერესი სხვა. ჩვენ ესე გავხსნით მაშინ საკითხი, რომ ჩვენ ესე არ უყურებთ ზოგადად ამ თემას, ანუ თავთავად ინტერესებად ავყოფთ ეროვნული ინტერესი და ადგილობრივი თემის ინტერესი. ანუ ჩვენ ეს აბსოლუტურად ერთი და იგივეა და ვთვლით, რომ ვერც იქნება ფიზიკურად სხვაგვარად, იმიტომ რომ ეხლა ასე որ ერთი ინტერესი ზოგადად ქვეყნის ინტერესი, ხო? ქვეყნის ინტერესი შეიძლება გულისხმობდეს ანუ ქვეყნის ინტერესი გატარება ზოგადად გულისხმობს მისი თითოეული მოქალაქის ინტერესის გატარება. ხო რაღაცა ქვეყანა ხო არა, რაღაცა აბსტრაქცია და ესე ვთქვათ, თავზე არსებული. ვინც ცხოვრობს ამ ქვეყანაში, ჩვენზე უნდა იყოს ეს პროცესი ყველაფერი მორგებული ანუ ამის თქმით. და საერთოდ მე ჩვენი გამოცდილებიდან ძალიან მანკიერად პრაქტიკად მეცნობა ესეთი ტიპის გაყოფა, იმიტომ რომ იქ მე
ყოველთვის მიდის მანიპულაცია ადგილობრივ მოსახლეობაზე, ვითომ ვიღაც სხვა აზრზეა, ვითომ ვიღაც სხვა აზრზე, რომ ეს ხალხი ვერ თანხდება ყველა სხვადასხვა რამ უნდა და ხელისუფლება და ძალაუფლებაში მყოფი მხარე მუდმივად მანიპულირებს ამიტომ მაგალითად ჩვენ დღემდე გვეუბნებიან რომ იქ ხო ყველამ გაყიდა ეს ტერიტორია და თქვენ რატო გაქვთ პრეტენზია ამაზე ხო ყველამ ფული აიღო და ამას მე შეთანხმები რომ იქ ძალიან ბევრმა გაყიდა ნამდვილად აგერ მაკას გარდა შემიძლია ახლა პროექტის მეორე საკითხია პროექტის არეალი თვითონ ვისაც ესენი აძლევდნენ კომპენსაციებს ის ვიწრო იყო და იმუშავეთ სიმწიფილო ოჯახზე რომ საბოლოო ჯამში ზოგ დაშინებით თუ ასე შემდეგ და შეაძლიეს ეს ფული მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს მე მაინც არ უძებნი ხოლმე გამართლებას ვინ შეშინდა თუ ვინ რატომ აიღო საბოლოო ჯამში ეს ფული დიახ არ გვაინტერესებს იმას ეკითხა და ჩემთვის ეს არის დამდგარი ფაქტი რომ არ ამ ხალხმა სხვადასხვა მექანიზმით ნამდვილად გაყიდა ეხლა ამ დროს რა ვქნათ რომ ინტერესზე ვისაუბროთ ხო ეხლა ესე იგი გამოდის რომ ვაყოფილიყავით ჩვენ ან რამდენიმე აგერ მატარ ვარ ყოფილიყო სიტყვაზე ერთი ადამიანი გამოდის რომ დაუშვათ ეს ინტერესები უკვე გამოვიდოდა უბრალოდ რომ თემის ინტერესი ყოფილა რიონის ხეობის გაყიდვა ხო ანუ ეს ჩვენ პირიქით ვეცადეთ რომ გამოგვეტაცა ეს თემა ასე ვთქვათ რაღაც აი ამ ადგილობრივი ინტერესის კლანჭებისგან რომლის გავლითაც მანიპულირებდა თვითონ ხელისუფლება რომ აი ამ ხალხს უნდა და თქვენ რატო ხართ წინააღმდეგ ხო ასეა ამიტომ ამბობთ ეს არის საშიში ჩვენი ტიპის არ ვიცი ახლა სად როგორ ხორციელდება კიდევ ერთხელ ხდება დასავლეთის რომელიმე ქვეყანაში სადაც არ მანიპულირებს ხელისუფლება და სულში არ უზის ყველა მოსახლეს იშკართან შეიძლება იქ სხვაფარი ვითარება მაგრამ ჩვენთან საშიშად იმაჩნია ნებისმიერი ვთქვათ ხელისუფლების არსებობის პირობებში მსგავსი მიდგომა რომ იქ რაღაცა ხარ რამოდენიმე ადგილობრივი გადაწყვეტავს და რასაც გადაწყვეტავს ესე იქნება სწორი. კიდევ მეორე ხო ახლა ეგრე ესე რომ ყოფილიყო რიონის ხეობის შემთხვევაში დღეს აბსოლუტურად სხვა სურათი იქნებოდა. სხვა სურათი იქნებოდა მაგალითად რაჭაში, სადაც სამონადირეო მეურნეობის გაუქმების ვთქვათ მოთხოვნა ჰქონდა ცოტა ხნის წინ და იქაც ასე ვთქვათ გაგრძელდა ჩვენი პროტესტი კარვებით და ასე შემდეგ. იქაც მსგავსი ვითარება იყო. მოსახლეობა პრაქტიკულად ყველგან დაყოლიებულია რაღაცა ერთეული გამონაკლისების თუ არ თავით. ანუ მოსახლეობა თავის მხრივ ადგილობრივი მოსახლეობა რაც წარმოადგენს ის რომ იყოს თვითონ ამ გაგებით მოწოდების სიმაღლეზე რომ ახლა დაადგეს მკაცრად თავის პოზიციაზე და აქ ხადა გავიტანოთ რქებით რასაც ვფიქრობ რა მითხარით მაშინ მაგალითები ანუ ეს არ ორგანიზდება ჩვენ ქვეყანაში ხო ეს ყველამ კარგად იცი რა თავს ხო არ მოიტყუებთ ხო ანუ აქ არის საბოლოო ჯამში მაინც მე ხარ ჩვენ მოძრაობაზე არ ვამბობ რაღაცა თავის შებაზრად დავამართოთ მაგრამ ეხლა რომ არა კონკრეტული ადამიანების მართლა დიდი ძალისხმევა ხო რომელსაც შემდეგ კი ბატონო აკვა რა თქმა უნდა ბევრი ადამიანი და მაგრამ ჩვენ გამოვთქვამდით ხო ესე იგი რაღაცა საერთო ინტერესს ამ შემთხვევაში აი ამან გამოიწვია და არა რაღაც კოლექტიურმა ერთობამ უბრალოდ აბსტრაქტულმა ერთობამ რომელიც ამბობს რომ არ გვინდა და თითქოს ამ არ გვინდას გაითვალისწინებს შემდეგ ხელისუფლება ესეთი არ არსებობს ან მე ეხლა რა ძირითადად ჩვენი პოლიტიკური სპექტრი თან არ არის ორიენტირებული და არასდროს ისინი არ ორგანიზებიან ესეთ სახალხო თუ ასე შემდეგ პროტესტების იგივე სახალხო წინააღმდეგობებთან დიდად არ იწერენ საქმეს ხო ეხლა ჩვენ სამის მაგალითი ვარ და თუ იჭერენ მარტო იმ შემთხვევაში თუ რაღაცა პოლიტიკურ ფულას ან რაღაც დივიდენდს მიღებს ვიღაც მაგრამ ეხლა ისე რომ საქმე არის ამ ხალხმა ამის პრეცედენტი ნავით ყოველ შემთხვევაში ეს პერიფერიაში და სხვაგან გვიყოს ხა მაინც ცენტრში და დედაქალაქში და იქ კი მათ უჭირავთ ორთქმავლის პოზიცია და რაღაცა ეს ხალხი ხმაურობს და თითქოს რაღაცა საკეთებს, რა საკეთებს დავიცი, მაგრამ ხა სხვაგან თუ რამე ხდება ამ ქვეყანაში, ჩვენ თითქმის ჩართული ვიყავით ყველა პროცესში და ესე იყო რა იზოლირებული პროცესები არის. შემდეგ ვხედავთ, რომ პირიქით არის ხა წინააღმდეგობა წინაჩართვაც რო იყო, მაშინ აქტუალური იყო ეს ნამოხვანის თემა, იმიტომ რომ იქ დაიძრა საკითხი ინტას არბიტრაჟთან დაკავშირებით, რომ დიდი ფულია გადასახდელი $1 მილიარდზე მეტი და
ამან გამოიწვია შემდეგ გააქტიურება მთელი პოლიტიკური სპექტრის ძირითადად და ვიყავით ადრესატი ჩვენ მათი კრიტიკის. რათა უნდა ყველაზე გასაკვირი იყოს ალბათ და თან ნახეთ მეორე მომენტი ახლა ჩვენ ვართ ის ხალხი რომელმაც ეს პროექტი ესე გამოავლინა, ხელშეკრულება გამოავლინა რაღაცა შემდეგ და ხედავთ მეორე მხრიდან რომ თან საუბრობენ რომ კი ეს ხელშეკრულება ცუდი იყო, მაგრამ თან ჩვენ მაინც აგენტები ვართ ამ ხალხის ხო? აი ესეთი ურჩევ გამომლის ხავი, ანუ ის ვინც ცუდი გამოავლინა თვითონაც ცუდია. ანუ თითქოს რაღაც არ ვიცი, ურთიერთ გამომრიცხავი, ნამდვილად აგაცანდალია ხო? გაუგებარი, მაგრამ мотивация ამ ხალხის ჩვენთვის აბსოლუტურად გასაგებია, მაგალითად, რა ვიცი, რომან გოჩელიძე აქტიურობდა ძალიან, ხო, ეს ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელია და კარგად უკეთებენ ხელისუფლებას ამ საქმეს, ასე ადგილობრივი წინააღმდეგობების თან მიმართებით, ხო, იმიტომ რომ ხელისუფლებას ეხლა უფრო უწევს წინააღმდეგობის ჩვენი კრიტიკა, იმიტომ რომ იცის რომ ჩვენი კრიტიკა მისთვის არ არის ფლად ეს ოფიციალის მოსმით მოგვარებადი საკითხი, იმიტომ რომ იცის რომ აქედან დახვდება რაღაც წინააღმდეგობა და ფლად ესეც არ არის რომ ვიღაც ხალხი წინააღმდეგობას არ უწევდეს, ხო, ანუ ამ პოზიციას, ამ სწორ აზრს, რასაც ჩვენ მთელი ახლის განმავლობაში მოჩვენებოდით, ვეუბნებოდით საზოგადოებას, ყავს მხარდამჭერები და თვლი რომ ხელისუფლებას დღემდე ამ თემას ყოველ შემთხვევაში ციფრილდება კიდევ, მაგრამ მეორე მხრივ აქეთ უკეთებენ კარგ საქმეს, იმიტომ რომ გამოდის რომ თვითონ ვინც ესე ონტოლოგიურ დაპირისპირებაში არიან ახლა ერთმანეთთან ჩვენ როგორც მოსახლეობის პოზიციიდან რო შევხედოთ ახლა ხო აგერ ოპოზიცია და ხელისუფლება და უცებ გამოდის რომ ჩვენთან დაკავშირებით პოზიცია და ერთი აზრი აქვს ამ ხალხს და ეს იყო ხო აი წინა ჩვენი საუბრის ესე ვთქვათ მიზეზიც მაშინ იმიტომ რომ ოპოზიცია გააქტიურდა და რა ვიცი აი ბიძახოდა რომ ჩემზე ამბობდნენ მაგალითად რომ აუცილებლად ეს კაცი არის დასაჭერიო აი გოცირიძე ამბობდა და თუ ეხლა ხოცებმა ვერ მოახერხეს ესო მაშინ აგერ მე ჩვენ მოვალთ ჩვენ მოახერხებდო ხო რასაც პრაქტიკულად ეს თემა ესე არის დატოვებული დღეს რომ გასაგებია ხელისუფლების პოზიცია რაც არის მაგრამ მისი შემცვლელები პოტენციური შემცვლელები გვეუბნებიან ჩვენ რომ აი თქვენ რა პოზიცია გაქვთ ეხლა ზოგადად რას აპირებთ თორე ჩვენ ვიცით რომ ეს აუცილებლად ავაშენოთ და თქვენ თუ არ შეიცვლით ამ პოზიციას აგერ წინასწარ გპირდებიან რაღაცა ესეთი ტიპის დამოკიდებულებებს ხო რა ვიცი ხა მეორე საკითხი ამისი ვის ეშინია და ვის არა ახეთ ჩვენ მხარეზე მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს მაგას ხო უბრალოდ სამწუხაროდ ბევრი ადამიანი შეყავთ შეცდომაში და ჩემთვის ყოველთვის ეს არის პრობლემა, იმიტომ რომ მე კი არ მიდის საკითხის შინაარსზე საუბარი. ვერასდროს ვერ ვახერხებ თითქოს ამას, რომ ჩვენ რაღაც საკითხზე შინაარსობრივად ვისაუბროთ. ყოველთვის მიდის ესეთი манипуляციური, რაღაცა პინგ-პონგის თამაში, რომ აბა ეგ წინააღმდეგი ხარ, განვითარება არ გინდა, მე ვიღაცა გამო აგენტი ხარ, ეს ხარ, ის ხარ და ნუ არასდროს ეხლა აგერ დაწებული ეკონომიკური საკითხიდან რაც უკავშირდება ისი მომგებითი და ბენეფიტები თუ არ ყველაფერი ერთად ამაზე არავინ არ საუბრობს. ხო ასე ახლა მე ნაკლებად ლობისტებს თუ არ ჩავთვლით, ვინც ფულს იღებს კონკრეტულად ეხლა BNG-ზე მაგალითად დადიან ხშირად ეს ლობისტები და იქ მიდის ძირითადად ჩვენ ვახსენდებით ხოლმე ხალხს და რა უნდა და ლანძღავენ რომ აი უბრალოდ დიდი ვალი წამოგვიდეთ ქვეყანას და თან იმასაც ახსენებენ რომ ხელშეკრულება შეიძლება არ იყოს კარგი, ნუ ეს მე ამბობ რომ რაღაცა ძალიან ურთიერთ გამომლის ხავი და მაინც რომ ერთი ამბობდე რომ ხელშეკრულება არ არის სწორი და არ იყო ეს ხელშეკრულება კარგი და მეორე მხრივ იმ ხალხის დაჭერას ითხოვდა ვინც ეს ხელშეკრულება გამოავლინა უბრალოდ რა ვიცი ახლა ლოგიკა სად არის ამაში ალბათ სარკინგელობის საგანია ხო აი თუ შეიძლება იმ საკითხთან ზუსტად რაც თქვენ ახსენეთ თავიდან სახელმწიფო ინტერესები და ადგილობრივი მნიშვნელობები ერთმანეთისგან არ უნდა გავყოთ და სახელმწიფომ ადგილობრივი ინტერესები უნდა გაატაროს პირველ რიგში, რაშიც გეთანხმებით, აქ არის საკითხი ზეგავლენაზე, სხვადასხვანაირ ზეგავლენაზე, ხო? არის დიდი თუ სხვადასხვა პროექტები, რომლების მნიშვნელობა და
ბენეფიტი მთელი სახელმწიფოსთვის არის მნიშვნელოვანი, მაგრამ უარყოფითი ზეგავლენა კონკრეტულ ადგილას არის და მაშინ ხედავთ, რომ რაღაცა გარკვეულწილად უსამართლო სიტუაციაში დგება ადგილობრივი თემი, რომელმაც უნდა თავის თავზე იწვნიოს ეს მთელი უარყოფითი ზეგავლენა, მაგრამ როდესაც პროექტის ეძლევა სახელმწიფო მნიშვნელობის სტატუსი, თითქოს შეიძლება ამ მას გადავაბიჯოთ, ასე ვთქვათ, რაც აგრეთვე არ არის სამართლიანი. თქვენთან შეკითხვა მაქვს ესეთი. როგორ წარმოგიდგენიათ საერთოდ იმ შემთხვევაში თუ როგორ უნდა მოხდეს პროექტისთვის სახელმწიფო მნიშვნელობის პროექტის მინიჭება, თუ ასეთი თვითთვლით რომ საჭირო არის. და შემდეგ რა მექანიზმები უნდა ქონდეს ადგილობრივ თემს, რომ საქმე არ მივიდეს ასეთ გამოსვლებამდე, ასეთი პროტესტის გამოხატვამდე, რომ შეძლოს ამ მექანიზმებით უკეთესად დაიცვას თავისი ინტერესი ამ შემთხვევაში. ხო, მე ესე მგონი ახლა ეს სწორი აქცენტია ნამდვილად რაც თქვენ დასვით, თუ უბრალოდ გარემოს დაცვის ნაწილს შევეხებით თავისთავად ცხადია, ახლა ნამოხვანში აშენებულ ეს კახეთში ზემოქმედება ვერ ექნება ფიზიკურად, ხო? შესაბამისად, ნამოხვანში და რიონის ხეობაში მცხოვრები მოსახლეობა ზიანდება და არ ზიანდება და რუსთავში მცხოვრები. ეს ახლა რა თქმა უნდა ესეა თავისახად, მაგრამ როდესაც ლაპარაკობთ ქვეყნის ინტერესზე, ჩვენ სულ ესე ვაყენებთ ჩაკეთეთ, თუ კი დაგვისაბუთებდნენ, ჩვენ რა თქმა უნდა ეს ნამდვილად ქვეყნის ინტერესია და მხოლოდ ახლა ჩემი კარმი დამოუწვის ხელს, რომ ქვეყნის ინტერესი სასარგებლოდ აღსრულდეს რაღაც ესა თუ ის საქმე, მაშინ ესე იგი არ გამოვყავთ ჩვენ თქვათ სწორები, რომ რაღაცა ამაზე არ გქონდეს შესაბამისი დამოკიდებულება საკითხის მიმართ და არ ვთქვა მე რომ კი ბატონო არ მინდა მე ოღონ ეს ახლა მეორე საკითხია იქ რაღაც არ დავალ ამას არ დავიყვანებ თემას კომპენსაციებამდე და რაღაცებამდე ბუნებრივია რომ იმ ადამიანებს უნდა მიეცეთ რაღაც შესაბამისი რითიც კომპენსირდება მათი ეს ქონება თუ რასაც იმ ადგილზე ვინასაც ფლობს ახლა მაგაზე ორი აზრი არ არის ხო ესე უნდა იყოს მაგრამ ჩვენ აგერ მაკას შემთხვევა იყო მაგალითად ესეთი რომ მაკა ამოდა თუ მე დამარწმუნე თამაში საერთოდ არ მინდა არაფერი ისე წავალ ანუ მეორე მომენტია ახლა ნახეთ თუ ესეთი რაღაც კეთდება ქვეყნისთვის ნამდვილად დიდი ხომ მაშინ შეიძლება მე რა ვიცი ყველას პირადი გადაწყვეტილება აქვს ხო ახლა ის დიდი რო კეთდება იმას მას უნდა გქონდეს პირუკუ ეფექტის, ხო, შემდეგ ყველაზე ერთად აღებული მათ შორის ჩვენზე რომ რაღაცა ჩვენთვის კეთდება. თუმცა ახლა ჩვენ მაგაზე ხშირად ვამბობთ რომ ამდენ გვაქვს ჰესები რიონზე, ძირითადი ჰესები რაც არის ახლა ასე ვთქვათ დიდი მოცულობის საქართველოში რიონზე დგას ყველა და ერთ-ერთი მაგალითად ლაჯანო ჰესი არის რომელიც ლეჩხუმში გვაქვს საკმაოდ დიდი მოცულობის ჰესია, დიდი პროექტია 120 მეგავატიანი. მისი წლიური შემოსავალი დაახლოებით როდესაც არის 250 მილიონ დოლარამდე და დაახლოებით ვამბობ, ეხლა შეიძლება ენერგეტიკოსები ამას შეამედავენ, მაგრამ ვამბობ დაახლოებით. უბრალოდ ეხლა მითხარით, რა ხმარდება აქედან ლეჩხუმს მაგალითად, რა ხმარდება იქ ცხოვრებ მოსახლეობას ყواسი, ანუ საქმე იმაშია, რომ მთელი ეს ეროვნული რესურსი, სიმდიდრე, თუ ასე შემდეგ, რომელიც ჩვენ ქვეყანაში არსებობს და ეს არავისთვის ბებია ბაბუას არ დაუტოვებია და არავის კერძო საკუთრება არ არის, ნამდვილად ეს არის ქვეყნის სიმდიდრე, როგორც ასეთი. ახლა ჩვენ რო ხედავდეთ იმის პრეცედენტებს, რომ ესენი ხალხს სადმე ხმარდება, რამე სეგმენტში, აი აბსოლუტურად სადმე რომელიმე კუთხეში, კუნძულში ამ ქვეყნის, ხო? მართლა არ ამოვიღებ ხმას უბრალოდ აი, მაგრამ როცა ვხედავთ, რომ ყველაფერი აგერ კარგი ილუსტრაცია არის, სხვათა შორის ბიჭიკო პაიკიძის შემთხვევა, სულ ორი ფეხის შემთხვევაში აგერ წინა დღეს გუშინ კაცი მოსული იყო იქ და ხელსოფელს ამუნათებდა რომ კარგი საქმისთვის ვარ და თქვენ ეს არ გინდათ და წინააღმდეგ ქვეყნის განვითარება ზუსტად იგივე ტექსტები რაც მაგალითად ჩვენთან მიმართებით იყო ხო და არის დღესაც და დღეს ძებნაშია კაცი აგერ ფული შეუჭამია ვიღაცის თუ ასე შემდეგ ხო რამშობება აქვს ხა მაგას მაგრამ ფაქტი ხო ეს იმიტომ ხდებოდა რომ ლილუაშვილის ბავშვის ნათლია თუ რაღაცა ესეთი ნათლისმავალი კავშირი აქვს ანუ ეს არის პრობლემა ჩვენთან გეცით რომ ვიღაცები მოდიან პირიქით ყოველთვის ადგილობრივ მოსახლეობებთან და ეუბნებიან რომ პირადი ინტერესით მოდიან და ამას ასაღებენ როგორც ქვეყნის ინტერესს და მე იქ ვიღაცა თავს ვარ დაიშტერებს ამით და რო არ ეკვეცო უი ხო რა კარგია ქვეყნის ინტერესით რა ჩვენ დავალთ აქედან ყველა მაშინ
და მეტი კითხვას არ დასვამს არავინ არაფერს, აი ეს უნდა თანხავს და თუ კითხვას დასვამს, მაშინ აგენტი ხარ, დასაკავებელი ხარ, რაღაც და ვიჟი ხარ და ნუ არ ვიცი, იმიტომ რომ ქვეყნის განვითარებას უშლი ხარ და ახლა ბევრი ეპითეტი აქვს თქვენთან დაკავშირებით და ეს არის, ანუ ამის თქვა მე ხა თუ ბუნებრივია ჩვენ ესე ვუყურებთ, იქნება მართლა ქვეყნის ინტერესი და ამ ქვეყნის მოსახლეობა დაარწმუნებს ხელისუფალი რომ კი ეს ქვეყნის ინტერესია და იქნება მაგალითები ამისი რომ სად განხორციელდა მე ეს ვის მოხმარდა, სად წავიდა და მართლა ის რაც ახლა კარგად იმართება ხელისუფლება, ქართული ოცნება პედალირებს აი ამაზე მუდმივად რომ გამჭირვალობა არ გინდათ, გამჭირვალობა და ვის არ უნდა ახლა გამჭირვალობას ვითხოვთ, აგერ რაც დავარდნილი ვართ მართლა ქადაგად, ხო? მთელი ამ წლების განმავლობაშია და თუ მართლა გამჭირვალობა იქნება და გამჭირვალეები იქნებიან, თვითონ ეგენი, მე მგონი ყველაფერი ტალაპოჩი ჩადგება, მაგრამ ახლა ვიღაცას უნდა საერთოდ აღკვეთოთ შენ და თვითონ იყოს, თვითონ როგორც ჩათვლის საჭიროდ, ისე იყოს გამჭირვალეს და გაუმჭირვალეს და უბრალოდ ესე ძალიან რთული იქნება, შეთანხმება რა თქმა უნდა. ესე იგი, ისევ და ისევ მივდივართ სამართლიან სახელმწიფომდე, კანონის უზენაესობამდე და იმ რაღაცა პროცედურულად ინსტიტუციების არქონამდე, რითიც შეიძლება მოხდეს სამართლიანი დაბალანსება ინტერესებისა. და თქვათ, იგივე ხარ, რაც თქვენ ახსენეთ, ეს მომავალში დიდი პროექტების შემთხვევაში ფიქრობთ თუ არა, რომ უფრო დეცენტრალიზებული მოწყობა, ანუ უფრო ძლიერი ადგილობრივი თვითმმართველობა, ოღონდ საუბრობთ უკვე მომავალ საქართველოზე, როცა ყველაფერი კარგად არის, როცა სამართლიანი არის ქვეყანა და ვიღებთ იმ კანონებს, რომლებიც უნდა იმუშაოს. ამ შემთხვევაში ფიქრობთ თუ არა, რომ დეცენტრალიზაციის უფრო მაღალი დონე, ანუ უფრო ძლიერი ადგილობრივი თვითმმართველობა, იქნება გამოსავალი ამ შემთხვევაში და უფრო გააუადვილებს ადგილობრივებს დაიცვან საკუთარი პერსპექტივა და იმ შემთხვევაში თუ ნამდვილად დადასტურებულად სახელმწიფო მნიშვნელობის პროექტია, მათ ჰქონდეთ ადეკვატურად იხეირონ ამ პროექტებიდანაც. აი, დეცენტრალიზაციის კუთხით რო შევხედოთ ამ საკითხს. საერთოდ ახლა თავისთავად ცხადია, ჩვენ არაერთი შეხვედრა გქონია და შეხვედრის მოთხოვნა გქონია არაერთი ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან. ლამის არ არის მუნიციპალიტეტი დარჩენილი მართლა, ხო? ანუ ახლა რაჭა, ლეჩხუმი და ქუთაისის ასე ვთქვათ მუნიციპალიტეტები და ასე შემდეგ. წყალტუბოშიც და ბევრგან მიგვიმართავს ადგილობრივი ხელისუფლების ბუნებრივია, როცა რაღაცას რაღაც ესე პროტესტი გაქვს ადამიანს, პირველი ადრესატი ვის არის, ანუ ვისაც ეკუთვნის პირველი პროტესტი თავისთავად ცხადია, იქ მიემართება. ამიტომ ნეტა ისე იყოს, რა თქმა უნდა, რომ ამ ხალხს შეეძლოს რამის გადაწყვეტა. პირიქით გამისამართებენ ყოველთვის, გეუბნებიან რა ხა თვითონ პატარა კაცია და რა იცის, თვითონ ხა უნდა წავეს სადღაც სხვა განწყდება, ხა თქვენც ვიცით, ხო, ხა შტერი არავინ არ არის, ახლა ყველამ ვიცით, სად რა წდება ამ ქვეყანაში, ხო? და მაგალითად წყალტუბოს მერი რო ვერ გადაწყვეტს, ხა ნამუხვანესის საკითხს გასაგებია, მაგრამ ნორმალურ სახელმწიფოში, სამართლებრივ სახელმწიფოში, სადაც სასამართლო მუშაობს, ზოგადად შეიძლება წყალტუბოს მერამდეც არ მივიდეს საქმე, ხო, ასე ანუ პირდაპირ თქვა თუ ეს იგრევა რაღაც ეს პრინციპი ან ადამიანის უფლებების იქნება ეს თუ რაღაცა გარემოს დაცვითი თუ ეკონომიკური და ასე შემდეგ და ესე გაგვერკვია საერთოდ საკითხი, მაგრამ ეს არის რაღაცა ვერტიკალი, ხო, რომ ყველა ვიცით და ვერტიკალიც არის და გადაწყდება სადღაც სათავეში და იმის ეს ხალხი არის უბრალოდ ქვემოთ აღსრულებელი. თავისთავად ცხადია, ყველა ნორმალურ ადამიანს ეს უნდა უნდოდეს და ლოგიკურია, რომ ადგილობრივი მოსახლეობა იქნება, ადგილობრივი მუნიციპალიტეტები იქნება, რაც იქნება, იქ წდებოდეს ეს საკითხები, ხო? შეიძლება იყოს საკითხი ისეთი, მაგალითად, ნამოხმარ ეს საკითხს პირობითად ადგილობრივი მუნიციპალიტეტი ვერ გადაწყვეტს, მხოლოდ იმიტომ, რომ დიდი კომპეტენცია ჭირდება და მას დასაზღვრული კომპეტენციები აქვს. ცოდნა არ აქვს, უბრალოდ ამის ახლა იქ სამინისტრო არსებობს, ხო, მაგალითად ენერგეტიკის, ეკონომიკის და ფიზიკურად ახლა კი არც ამათ იციან ბევრი არაფერი ბუნებრივია და არაფერი დაუთვლია თუნდაც ნამოხმარზე, მაგრამ ახლა ცაგერის მერი ვერაფერს ვერ ცაგერის მერი უბრალოდ მართლა ვერ გააკეთებს ვერაფერს, როცა მსგავსი მასშტაბის პროექტია საუბარი. ანუ ამას ჭირდება უფრო დიდი ეროვნული ჩართულობა, ხო, ამის თქვა უნდა. და ეს ხალხი ყველა მზად უნდა იყოს, რომ ამაში ჩაერთოს, მაგრამ არა საპოლიციო მექანიზმებით, ბუნებრივია, როგორც აკეთებენ ხოლმე ყველგან, ხო?
ამათი ჩართვა გულისხმობს იმას, რომ დაგალეწავენ თავფიks ბოლოს და იქ მოვა ვიღაცა დუბლინკა ჩაგატყამს და ეს არის ჩართვა და ხა ჩვენ ესეთი ჩართვა არ გვინდა. ჩვენ გვინდა რომ სიმართლეზე დაფუძნებული გადაწყვეტა იყოს საკითხის და მართლა ვთქვათ, ეს თუ სარგებლობაა თუ უსარგებლობაა თუ რას გვიქადის, მაგალითად ესა თუ ის პროექტი მართლა ვისაუბროთ ამასთან დაკავშირებით, თორე ეხლა რა ვიცი, ახირებული პოზიცია სულ მაგალითად დაგხვდით, რომ არასდროს ჯერითი რომც გქონდეს, ეხლა ვინ ვართ ჩვენ, ხო? არ ვიცი, ვისა წარმოდგენა აქვს სიმართლე გითხრათ, არ ვიცი, მაგრამ ვართ უბრალოდ ხალხი, მოსახლეობა, რომელიც რაღაცას ამბობს, ეხლა ახირებულად აქ არავინ არავის არ გაატანინებს თავის თავაცხადია, მაგრამ ერთი კი იყო ეხლა ამათ ეშინოდა ძირითადად რომ ჩვენ გამოუვლინებთ ნამდვილად ისეთი სისტემური ხარვეზები და დანაშაულებები თუნდაც მოხმართ მაშინ რომ თლად ესეთი აქეთ ვერ მოდიოდნენ გადმოვლაზე ანუ ამის გვამი და პირდაპირ მაშინ და თან შემიძლია ისიც თქვა რომ თლად ასეთი რეპრესიული იმ მომენტისთვის შეიძლება არ იყო ხელისუფლება როგორც დღეს არის თუნდაც ხო ანუ ეს ახლა მაინც ობიექტურად რო ვთქვათ დამძიმებულია ბევრად ვითარება დღეს ვიდრე დავუშვათ ეს იყო 2021 წელს რეპრესიულობის თვალსა მაშინ კიდე რაღაცა შეიძლება ცოტა ავი ეშინოდა ვიღაცას რაღაცას მაგრამ დღეს ფაქტია რომ ეს არის არ ვიცი ნუ აქ ჩვენ სულ ვამბობთ მაგას რომ ეხლა ალბათ ნამოხმარესი იქნება შემოbrunდება თუ ხო კიდევა ობაქიძე ხშირად რომ შემოbrunდებაო და თუ მართლა ესე მოხდა დავუშვათ ვიცით ხო რაც გველოდება სავარაუდოდ ხა ვინც წინააღმდეგობაში ვიყავით საქართველოს და იმუქრებიან პირდაპირ ისინი უკვე და თან მეორე მომენტია რომ ჩვენი ხალხი არის აბსოლუტურად მარტო დარჩენილი ამ პროცესში ჩვენ გვაქვს უკვე პირადი გადაწყვეტილების დილემები გვიდგას ყველას ან უნდა გავასწროთ ქვეყნიდან შემდეგ ამათ ან მოდი ჩავჯდეთ ამათ ციხეში ესე ანის გადაწყვეტილება მიიღოთ ანის გადაწყვეტილება მიიღოთ ან დავნებდეთ მაგალითად და ვთქვათ რომ აღარ შეგვიძლია და ჩვენ მოდი გააკეთებთ ადგილას და აღარ ვიწევთ წინააღმდეგობას ხო არ ვიცი ამ შემთხვევაში რამდენად დააკმაყოფილებთ ჩვენი პასუხი და მაინც დავტოვებენ ისე როგორც არ ვიცი მაგრამ ფაქტი ეს არის მოცემულობა ეს არის დღეს ახლა ამ გაგებით მძიმე ვითარებაა და მარტო ვართ დარჩენილი იმ გაგებით რომ საზოგადოებრივი ჯგუფები დაუშვათ ახლა მესმის რომ დღეს ახლა ნამოხვანზე ნამდვილად ლაპარაკი ცოტა ისეთი ზედმეტია შეიძლება ვთქვათ იმიტომ რომ არ არის აქტუალური საკითხი ამ წუთას მოდი ესე ვთქვათ და შეიძლება ჩვენ გონებები აქეთკენ არ არის კონცენტრირებული მაგრამ ხვალ რო დადგეს ვისი მხარდაჭერის იმედი გვაქვს არ ვიცით იმიტომ რომ ეხლა ოპოზიცია კი ვთქვი დასაწყისში როგორც იქცევა კარგ საქმეს უკეთებს ოცნებას თქვენთან დაკავშირებით შავ საქმეს უკეთებს პრაქტიკულად აი ამ გაშავების მექანიზმებით და ასე შემდეგ და დანარჩენი კიდე ახლა ხელისუფლების დაპირებები ისედაც ისიც და აგერ მაგაზე ვამბობ ზუსტად და ეს არის ანუ პრობლემა ამაშია არ ვიცი მეორე მხრივ კიდე რაც პატარაც და გამიძვირდა ძალიან პატარა დავამატეთ რომ პრობლემა არის კიდე ის რომ ეს თემები ყოველთვის აქტუალიზდება რამდენადაც თვითონ საკითხი უცებ ხდება დღის პერსპექტივაში ხო ანუ ნებისმიერ ესეთი ვიდეო ახლა მაგალითად თუ გამოვიდა ვიღაცა დაანონსა რომ ხვალ ვიწყებთ შეიძლება თემა თავიდან დატრიალდეს ან მაგალითად ენკამ თუ თქვა რომ გადამიხადეთ ფული თემა თავიდან ამოიქ დატრიალდეს და იქ რაგლანძღონ და ასე შემდეგ ანუ არანაირი ახლა ჯანსაღი ჩვენ ხო სიჯანსაღისგან დაანშორს ვართ ყველა თვალსაზრისით და ეს თემაც აი ცხადყოფს სინამდვილეს პროექტი რომ უნიშნელოვანესი საკითხია რომელზეც დამოკიდებულია ამ ქვეყნის მართლა მომავალი მართლა განვითარება ასე შემდეგ ასეთი ტიპის საკითხებზე ხო ასეთი ტიპის დიდ ეკონომიკურ საკითხებზე რომელსაც უნდა მოუტანოთ მართლა კეთილდღეობები ამ ქვეყანას და აი აქტუალიზდება ახლა რომან გოცირიძის და მამუკა ბინარაძის და ვიღაც ასეთი კალიბრის პოზიცია ამ სიტყვაზე ხალხის დონეზე რამდენად ვიღაცა თუცებ მოუვა თავის რაღაც არ ხდება საზოგადოებრივი მძლობა დისკუსია და ვინც ამას უნდა ახალისებდეს ამ ქვეყანაში პოლიტიკური სპექტრი და მართლა ასწავლიდეს ამ ხალხს ან რა ვიცი მოძრაობა ეს ესეთი ვალდებულებები ყველას გვაქვს ჩვენ სინამდვილეში ვინც საზოგადოებრივად აქტიური ფიგურაა ჩემი აზრით ხო ხა ჩვენ ამ წუთაც არ ვართ ესე აქტიური იმიტომ რომ არ გვაქვს ამ რესურსები ყოველთვის დღის წესრიგში ვამყოფოთ ჩვენი თავი მაგრამ როდესაც ვიყავით ამ საქმეებიდან გამომდინარე
სულფილობით, რომ შინაარსობრივად გვესაუბრა ადამიანებთან და არა რაღაცა სისულელეები და სიდიდეები, ხო? და აი ამას რო არ ცდილობს არავინ, არ ვიცი, როდის დადგება ის თქვენაც ახსენეთ, რომ მომავლის საქართველო, რომელიც იქნება დაუშვათ შინაარსებზე ორიენტირებული და არ დავხოცავთ უბრალოდ ერთმანეთს ესე პირველი შეხვედრაზე და მართლა ვისაუბრებთ, შეგვეძლება რომ ვისაუბროთ და ნორმალური ვითარება იქნება, არ ვიცი, იმიტომ არავინ არ ცდილობს ამის შენებას და ეს არის პრობლემა. მაგრამ ძალიან მესმის თქვენი ახსენეთ, რომ ასეთი პიროვნული დილემების წინაშე ვდგევართ უკვე. ჩვენც შეიძლება ნაკლები სირთულით, მაგრამ ყველა ვინც ახლა რუსთაველზე ვდგევართ, ასე თუ ისე უკვე ამ დილემის წინაშე დავდექით ჩვენც. მინდა ორი სიტყვით თქვა, რომ თვითონ ასამბლეა ზუსტად მაგიტომ შეიქმნა, რომ ასეთი საკითხები დღის წესრიგში კი არ გამოდიოდეს, როცა რაღაცა მოხდება. არამედ საერთოდ შექმნას ეგრეთ წოდებული საზოგადოებრივი დაკვეთა, რომელიც ნებისმიერ პოლიტიკურ პარტიას მიემართება, რომელსაც აქვს პრეტენზია, რომ მოვიდეს ხელისუფლების სათავეში. ანუ ამ შემთხვევაში სწორედ ამაზეა საუბარი, რომ ჩვენ საზოგადოებრივმა ჯგუფებმა, სხვადასხვა ჯგუფებმა და ჩვენ დღევანდელი დისკუსიაც ნაწილია ამისი, უნდა განვახორციელოთ დიალოგი, რითიც შევქმნით ფაქტიურად ასეთ დაკვეთას, რითაც ხელს შეუწყობთ, რომ პოლიტიკურ პარტიებმა თავიანთ საარჩევნო პროგრამაში ან თავიანთ ქმედებებში ზოგადად გაითვალისწინოს ის, რაც საზოგადოება, რაზეც ვთანხმდებით მეტნაკლებად, რა თქმა უნდა, საჭირო რომ ყველა ჯგუფს სრული თანხმედრა ჰქონდეს, მაგრამ რაზეც არის უკვე ნასაუბრარი, რაზეც რაღაცა დონის გადაწყვეტილება არის მიღებული, ეს პოლიტიკურმა პარტიებმა მიიღონ და გაითვალისწინონ თავიანთ საქმიანობაში. ეს იყო ერთ-ერთი, რასაც ვფიქრობდით პრინციპში და მაგიტომაც შეიქმნა ეს და ამაზე უნდა ვისაუბროთ. თუ ვინმე თქვენი ჯგუფის წევრებიდან კიდევ გამოთქვა სურვილს, რომ თქვას, აი მაგალითად, რა ინსტრუმენტები დაგაკლდათ, ან რა მიიყვანა იქამდე, რომ საჭირო გახდა პროტესტის ასეთი სახით გამოხატვა. ეს არის შეიძლება იყოს რა თქმა უნდა და არის სასამართლოს არასათანადო მდგომარეობაში ყოფა, მაგრამ რაიმე ინსტიტუციონალური ან რაღაცა სხვა ვთქვათ, რა დაგაკვდათ თქვენ და რა მიმოქმედა კარგად თქვენთვის, აი თქვათ, როგორი იყო არასამთავრობოების როლი, როგორი იყო თქვათ, და ადგილობრივ თვითმმართველობაზე კი ისაუბრეთ უკვე თქვენ თვითონ, მაგრამ აი რას შეიძლება წარმოიდგენდეთ მომავალში, რაც ადგილობრივ თემს მისცემს შესაძლებლობას, რომ არ მივიდეს საქმე პროტესტის ასეთი სახით გამოხატვამდე. შეიძლება. აი, მაგა გამოჩნდა, გამარჯობა მაგალითად. შეიძლება თუ ვარლამ შენ თუ არ საუბრობ? არა, მაგა ლაპარაკე მე საკმარისად ლაპარაკე. აი მე როგორც ვთქვათ, მე ერთ-ერთი ორგანიზატორი და ადგილობრივი თემის წარმომადგენელი, რომელიც აი ვერ გაექცევა ამ საკითხს ვერანაირი თვალსაზრისით. და ეს ჩემი პირადი არჩევანია, რომ მე ამ პოზიციაზე დავდექი თავიდანვე ჯერ კიდევ წინა ხელისუფლების დროს. და ეს წარმოუდგენელი იყო, მაშინ სრულიად მარტო ვიყავი, ალბათ ვერც ვიოცნებებდი ის, რაც შემდეგ განვითარდა და ჩვენი მოძრაობა ჩამოყალიბდა, ვერც ვიოცნებებდი მაშინ, რომ ასეთი ფორმით გავაგზავნებდი ბრძოლას ეს წლების წინ, ჯერ კიდევ სააკაშვილის რეჟიმის დროს. და მაშინ დაიწყო ეს ყველაფერი და მთავარი რაც არის ეს ჩემი პროტესტის და ბრძოლის მოტივს რაც მაძლევდა, მე არ მქონდა როგორც პიროვნებას, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქეს და იმ ადგილის წარმომადგენელს, სადაც ეს პროექტი ხორციელდებოდა, მე არ მქონდა იმის განცდა, რომ სახელმწიფო ზრუნავდა ჩემზე, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქეზე და რაიმე თვალსაზრისით მინიმალურად მაინც იყო ჩემი ინტერესები დაკმაყოფილებული. და ამის განცდა მე ყოველთვის მაძლევდა იმ საფრთხის შეგრძნებას, რომ ყველა ასპექტში ეს პროექტი არ იქნებოდა გამართლებული და ყოველთვის
ჩემთვის სვამდი კითხვებს ხელისუფლების მისამართით, მაშინ არ მქონდა მექანიზმი, რომ მიეღწია, როგორც მარტო ვიყავი და მიეღწია ჩემ ხმას ადრესატამდე, მაგრამ თქვენ ახსენებთ ახლა არასამთავრობო ორგანიზაციები და მაშინ იყო ჩემთვის ხსნა მაგალითად მწვანე ალტერნატივა, რომლის საშუალებითაც მე რაღაცნაირად როგორც სოფლიდან ჩამოსული ადამიანი ვაჟღერებდი ჩემ პოზიციას და საუბრობდი იმ საფრთხეებზე, რომელზეც ხელისუფლება რა თქმა უნდა საუბრობდა კი არა, საერთოდ არც კი წარმოაჩენდა, რომ ეს შეიძლება რაიმე თვალსაზრისით ამ პროექტს დაეზიანებია და მაშინდელზე აღარ ვსაუბრობ, რადგან დღევანდელი ხელისუფლების პირობებში ვართ, რომელიც მე პირადად ავირჩიე, იმიტომ რომ მაშინ არჩევნების წინ სრულად იზიარებდნენ ესეთი, არ ვიცი გულში რას ფიქრობდნენ, მაგრამ ესე ოფიციალურად სრულად იზიარებდნენ ადგილობრივი მოსახლეობის, ამ შემთხვევაში მე როგორც აქტიური პროტესტის ფორმაში მყოფი ადამიანის პოზიციას და მაგათ პროგრამაშიც კი უწერიათ შავი თეთრზე, რომ ისინი იყვნენ წინააღმდეგი ამ ხესების აშენების და ყველაზე ცუდი რა შეიძლება ამ ქვეყნის როგორც ამ ქვეყნის მოქალაქემ განვიცადო, როდესაც მოდის ხელისუფლება, რომელიც დარწმუნებული ხარ რაღაც შენ აზრს ითვალისწინებს და ჩემი აზრი რა გასათვალისწინებელია, სახელმწიფოს ინტერესზე ფიქრობს, ხო? ჩემი აზრი სულად ემთხვეოდა იმას, რომ რაიმე ამ პროექტით არ დაზიანებულიყო ჩემი ქვეყნისთვის და ვარლამაც თქვა, რომ მე მართლა ლიტონის სიტყვები არ იყო ეს, რომ მე თუ დარწმუნებული ვიქნებოდი იმაში, რომ ჩემი მიწიდან გადასახლებით რაიმე ძალიან კარგი და სასარგებლო ხდებოდა ჩემი ქვეყნისთვის, ეს იყო ჩემთვის კომპენსაცია პირველ რიგში. და როცა სრულად ვიყავი დარწმუნებული, რომ აქ არ იყო არანაირი არგუმენტი ჩემთვის მოწოდებული ისეთი, რომ მე მშვიდად ამდგარიყავი და თუნდაც ამიღო ის კომპენსაცია და დამეთმო ის ადგილი დასატბორად. და საპირწონედ არაფერი არ მომეწოდებოდა ჩემი დამაჯერებლობისთვის, ისე რომ მე ჩემ ქვეყანას არ დავაზიანებ. აი პირადი პასუხისგებლობა იყო. აი მე როგორც ერთ ადამიანს ჩავთვალე, რომ მქონდა ბერკეტი ხელთ, რომ მე ჩემი წინააღმდეგობით რაღაც საფრთხეს ვაშორებდი ქვეყანას და თუ ამას არ გამოვიყენებდი, მე აი ქვეყნის წინაშე დამნაშავედ ვიგრძნობდი თავს და ეს მაძლევდა მოტივაციას იმისთვის, რომ წინააღმდეგობა გამეწია ამ პროექტისთვის. ჯერ კიდე წინა ხელისუფლების დროს, როდესაც მოდის ხელისუფლება, რომელიც შენ ხაზია და სრულად იზიარებს შენას და კი არა სიუჟეტებიც კი იწერებოდა იმ დროს ძალიან საფრთხე იყო მაშინ ჩვენთვის ამის გაკეთება, რომ ესე ხმამაღლე გესაუბრა ამ თემაზე და წინააღმდეგობა დაგეფიქსირებია, მაგრამ ისინი ამით იწერდნენ ქულებს, ასე გამოვიდა და მაშინ მეგონა, რომ აი შეგნებულად ეწინააღმდეგებოდნენ ამ პროექტს. და უცებ მეორე დღესვე აღმოაჩენ, რომ ხელისუფლება, რომელიც შენი ხელის კანკალით აირჩიე, ზუსტად იმ ხაზს მიყვება, რომელზეც წინა ხელისუფლება იდგა და ზუსტად იმ მეთოდებით და იგივე პიროვნებებით აგზელებს ამ პროექტზე მუშაობას. ამაზე მეტი საგანგაშო რა უნდა იყოს ამ ქვეყნის მოქალაქისთვის. აი დღეს რაც ხდება ახლა რუსთაველზე ამდენი ხნის განმავლობაში რა უსამართლობების ხდება, ეს ჩვენმა მოძრაობამ უკვე გაიარა და ჩვენგან ის ჟღერდებოდა აი გაფრთხილების თვალსაზრისით ჩვენ ვაჟღერებით, რომ თუ ეს ხდება აქ ხეობაში, ეს არ არის მარტო პრობლემა, რომ აი მაგალითად მაკასულაძის ექცევიან უსამართლოდ და დაუსაბუთებლად ასახლებენ ეგ. ეს არის რომ ექცევიან საქართველოს მოქალაქეს ასე და შენც ხარ საქართველოს მოქალაქე და შენც ასე მოგექცევიან. და ეს საფრთხე ვერ გააცნობიერა საზოგადოებამ. და ეს არის ყველაზე მეტად საგანგაშო. თქვენ ახსენეთ, რომ როგორი მოწყობი სახელმწიფო გინდა. მე მინდა ესეთი მოწყობი სახელმწიფო, სადაც აი მე სრულად შვიდად დარწმუნებული ვარ,
რომ თუ რაიმე პროექტი კეთდება, მე ვიცი რომ სრულად გათვალისწინებული ყველა ჩემი ინტერესი, ჩემი უსაფრთხოება, გარემოს უსაფრთხოება, სახელმწიფოს უსაფრთხოება და ამაში როცა ვარ დარწმუნებული, ეს უკვე არის შემდგარი სახელმწიფო. და ეს საპირისპიროდ ხდება, ხო? ამას ვერც ვიკამათებთ, რომ ეს ყველაფერი საპირისპიროდ ხდება და დღეს ბევრი რო არს ვისაუბროთ, ფარაგაულის მაგალითი შეიძლება მოვიყვანოთ. და გამოიწვია პროექტმა, დიდმა პროექტმა, რომელზეც ახლა ეს ძალიან ისეთი ზარზეიმით საუბრობდნენ, ხალხი, სოფლები ცვივა მიწაში და ის გზა საერთოდ ჯერც მატარებელს არ გაუტარებიათ, იმ გვირაბში ვერც გაატარებენ. იმიტომ რომ საფრთხის შემცველია სულ ამბობ, როცოს ისწავლე იმ გზაზე და ყოველთვის მიშვილის რომ მიდის რიკოთის გავლით, ყოველთვის მაქვს რაღაცა შიშის განცდა. და ეს მაგალითად რომ საუბრობენ რომ აი ქუთაისი დაიტბორება, ზეგავლენას იქონიებს სოფელზე, ბევრი სასაცილო თემამდე მიყავთ. აი დღევანდელ ხარაგაულის მაგალითი ვთქვათ, ხო? და ეხლა თავიდანვე რა გვქონდა ჩვენ სასამართლო შევიტანეთ საჩელი ადგილობრივმა მოსახლეობამ, დღემდე ხელიც არ უხლია არავის რომ თქვა სასამართლოს გზით განხილული იყო ჩვენი პრეტენზია, რაღაც დავიწყეთ აქციებზე ჩვენი პრეტენზიების გაჟღერება და უყურად არიღეს და ბოლო სხვა ბერკეტი აღარაფერი მქონდა და მივედით იქ, სადაც მივედით, რაც უკვე მე ხელმოკლამ გაიგო და სხვათა შორის Facebook შემახსენა თის ამბების ის კადრი შეთანხმებულ შერაზე რომ მიდივართ ქუთაისის მერში მინისტრი რომ ოფიციალურად იპარება შეფერდის და ამაზე მეტი უბედურება რა უნდა დაატყდეს ქვეყანას, როდესაც ადგილობრივი მოსახლეობა, ჩვენ ხომ მარტო ის ხო არა ვართ პროტესტის ორგანიზატორები და მოპროტესტეები, როგორც ესენი მოგიხსენებთ, ჩვენ ვართ ადგილობრივი მოსახლეობა, რომლებიც რაღაც სამართლიანი კითხვებით ხელისუფლებასთან მისული ვითხოვთ პასუხს, ხო? დაგვარწმუნონ იმაში, რასაც მთელ ქვეყანას უმტკიცებენ, რომ ეს არის საოცრად კარგი პროექტი და ჩვენი წინააღმდეგობით რაღაცა დიდ უბედურებას დავატეხთ ქვეყანას, ხო? და ეს საჯაროდ ვითხოვთ, რომ დააჯექით დიალოგზე ჩვენთან და ყველამ გაიგონოს, რომელი მხარ თუ ჩვენ ვიქნებოდით არასწორი, თანახმად ვიყავით იმაზე, რომ ხელისუფლების პოზიცია გასულიყო, ხო? და ამ დროს რას აკეთებს ხელისუფლება? ოფიციალურად მინისტრები იპარებიან დარბაზიდან. ამის შემდეგ არც კი უნდა ისმებოდეს დღის წესრიგში რაიმე გაგრძელდეს ამ პროექტზე საუბარი, რომ ეს მისავკარგიანობაზე იყო საუბარი, ხო? აქ საუბარი იყო ადგილობრივ თემზე. მე ძალიან კარგად ვიცნობ ჩემს ამეზობლოს, ხალხს, რომელმაც კომპენსაციების აღებაზე დაიყოლიეს. სამწუხაროდ არის სამწუხარო რეალობა, რასაც ჩვენი ქვეყანა მიყავს ამ დონემდე, რაც დღეს გვჭირს და გაჭაობშიც ამოვყავით თავი. მე მაგალითად ხელისუფლებაზე მეტად და ამას დავაბრალებ, აი ჩვეულებრივ საზოგადოებრივ უბრალო არა ვარ, ნებისმიერი ადამიანი თანაბარი ვარ, მაგრამ ჩვეულებრივ ადამიანი, რომელიც არ ფიქრობს მის პასუხისმგებლობაზე, მის სახელმწიფოებრივ მოვალეობაზე. მაგალითად მიდით არჩევნებზე და ვიღაცის ხათრით ან ვიღაცის დავალებით აძლევს მას იმას, ვინც საერთოდ არც კი იცის რა მომავალს მოუტანს მას და მის შვილებს და მის მომავალს. აქედან იწყება ყველაზე დიდი დანაშაული და სამაგიეროდ ესეთი რეჟიმი და ხელისუფლება ყოველთვის აპელირებს. მაგალითად ჩვენ ვამბობთ, რომ რატომ არ არის გათვალისწინებული ადგილობრივი მოსახლეობის აზრი. ხო და ხელისუფლებამ უკვე აქ გაიკეთა საქმე, რომ იქ ადგილობრივი მოსახლეობის უმეტესი ნაწილი უკვე ყავს თავის პოზიციაზე, ბოდიში ესეთი სიტყვით მოყუჩებული, რომელიც იცის, რომ ნებისმიერ ფასად ის იმ შიშით ან ხათრით ან რაღაცის დაპირებით მაინც მის უსამართლო პოზიციას დაიცავს და მე დამიპირისპირდება და
ამის მაგალითი, ჩვენ გადავიტანეთ ჩვენმა მოძრაობამ იცის როგორ დაგვიპირისპირეს ახლობლები, ნათლულები, მეზობლები, ეხლა ჩემი მეზობელი რო ხელს იშვერს ვინ არის მაგ კარვებში რო პოლიციას ეუბნება წამოდი გამოვიყვანოთ მაგანი ფულს იხდიან და რომელმაც იცის რომ მე მისი მეზობელი წლების განმავლობაში იმის გამო რომ ფული არ ავიღო ვიბძვი. აი ამ დონეზე დაიყვანეს ხალხი და დღესაც ამ ხალხს დღეს ვინც დარჩა იქ ამისთვის იტოვებენ რომ რაღაცა ხშირად მესმის ეხლა რომ აი ადგილობრივის თემის პოზიცია უნდა იყოს გათვალისწინებული. და ეს ხალხი უკვე ყავთ ამისთვის დაკონსერვებული შენახული რომ რაღაც ეტაპზე რომ განახლდება ეს უკვე სამუშაოებზე საუბარი თუ მართლა დაგვიფაროს რაღაც დასაპირებენ არ ვიცი. უკვე ყავთ იქ დაკონსერვებული ეს ადგილობრივი თემი რომელსაც გახსნიან და დარჩება მაკასულაძე ერთი და ბევრი ადგილობრივი მოსახლეობა რომელსაც უნდა ფესი რადგან იმათ კომპენსაციები აღებული აქვს და სხვა გასახანი არ აქვს ერთს დაემუქრებიან რომ დააბრუნებ თანხას და ის ხალხი ნებისმიერ რამეზე არის წამსვლელი და ის ჩვეულებრივი ადგილობრივი თემი არსებობს უკვე და მაკასულაძე მარტო ეხლა მახსენდება ჯერ კიდე რამდენიმე დღის დაწყებული ქონდა პროტესტი და ვეუბნებით ენკას მენეჯერს დატოვეთ კატეგორიულად დატოვეთ და ის იჩეჩავს ხრებს და მე რა თქვენ ხელისუფლებას უთხარით აი მე თქვენ გიცნობთ მეუბნება მე პირადად 276 ოჯახი უნდა გვეყიდა და ვიყიდეთ 275 თქვენ დარჩით და ჩემთან რა გინდათ სახელმწიფო მოგყიდა ადგილობრივებმა გაყიდა და თქვენ ერთს რა გინდათ და ფაქტიურად რჩები ამ ინვესტორის პირისპირ ესე როგორც ჭიათურლები დატოვეს ინვესტორის პირისპირ აი ესე ხელისუფლება არანაირ შენ ინტერესს არ ითვალისწინებს და გტოვებს ინვესტორის პირისპირ ისე რომ აი მაგალითად თურქეთის ელჩი რომ პერსონალურად ჩემზე საუბრობს რომ მე ვარ ბოდიში და სტალკის ამწევიან ოპოზიციონერი და იმიტომ ვარ პროტესტში და ხელისუფლება მე ჩემი ქვეყნის ხელისუფლება არ მიცავს არანაირად და არც იმაში მარწმუნებს რომ მე ვარ არასწორი და მე რაღაც ამ პროექტს იმიტომ ჩავაგდებ და ვეწინააღმდეგები რომ აი მე არანაირი არგუმენტი არ მაქვს ხო აი ეს ამ რეალობამდე მივედი და ყველაზე ცუდი ის არის რომ თვითონ საზოგადოება უშვებთ ამას აი წინაც ვახსენე რომ აი როცა მქონდა თუნდაც იონის კარგი რაჭის ახლა ამ უახლოეს პერიოდში რაჭის ტყეების წინააღმდეგ როცა აი ზუსტად მაშინ იყო ის მომენტი აი როდესაც უკვე ზღვარი იყო გადასული არც ხალი რო მარიცოდენ არც მამაკაცი და საერთოდ უსამართლოდ დაიჭირეს 11 ბიჭი მათ შორის ვარლამი და ჩვენ რო ქალები დინებით გვათრიეს საერთოდ ვითხოვთ გაგვიღეთ ჭიშკარი და ჩვეულებრივად ჩვენი კანონის რაც ვისი უფლებაც გვაქვს გავშლით კარავს ჯერ ძალიან შეურაცხყოფელად რაღაცა მორღვეულ ღობეზე მიგვითითებენ რომ აქედან არ შეგიშვებთ იქედან შედით და მერე რომ ჩვენ ეს არ ვიკადრეთ რა თქმა უნდა მერე გამოცრივდნენ და გვათრიეს ქალები მანდილით კბილები ჩაგვატეხეს დაგვასისხლიანეს და მაშინ იყო ჩემი პროტესტის ფორმა რომ ეს მანდილი მოიხსენ და შევაბი სამინისტროს ჭიშკარზე თქვი რომ აი აქ სანამ ქალის ფასი არ იქნებ ქალის ფასი დაკარგულია უკვე ამ ქვეყანაზე და ეს არის განგაშის ეს იყო ჩემგან განგაშის სიგნალი მაგრამ აი აქ გამოვკვეთ მე აი ოპოზიციური მედიების როლს ეს ვარლამაც ისაუბრა რა საერთო ის აქვთ პოზიცია ჩვენთან დაკავშირებით პოზიციას და ოპოზიციას და თუნდაც ოპოზიციურ მედიას. აი ეს თემა მაშინ სხვათა შორის ერთ-ერთი ჟურნალისტი მათი კოლეგა პირდაპირ ლაივში დაიჭირა ლაშა სალუქვაძემ. და ამას გამოხმაურება არ მოყოლია და აი წარმოიდგინეთ ახლა ყველაფერი მე რაც ჩამოვთვალე მთელ ქვეყანას როგორ მოედო როგორც უსამართლობა როგორ დაატყდა თავს უსამართლობა და აი მაშინ ეს ჩვენი რადგან რეგიონიდან ჩამოსული ვიყავით და ეს ჩვენი საგანგაშო სიგნალი არავინ არ იყო ყურად
აი ამან გამოიწვია ეს ყველაფერი და ნუ ეს ბოდიში გამიგზელა რატომ თქვი ეს ყველაფერი. როცა რაღაცა პროექტი ხორციელდება რომელიმე რეგიონში, ამაზე უნდა იყოს არა მარტო ადგილობრივი თემი, არამედ მთელი საზოგადოება უნდა იყოს მობილიზებული, დაინტერესებული, რომ ამა თუ იმ ადგილას, ნუ კუთხეში რაიმე ისეთი არ მოხდეს, რაც მთლიანად ქვეყნის ინტერესს დააზიანებს. ნუ რა ვიცი, ეს უნდა იყოს არა მარტო ადგილობრივი თემის, ზოგადად მთელი ქვეყნის განხილვის საკითხი და რაც ყველაზე მთავარია, უნდა იყოს ეს სპეციალისტების, ნუ რაც მეცნიერება მოკვდა საქართველოში და ნუ ეხლა თია გოდოლაძეს რა დაემართა და რატო დაემართა, ეს ყველაფერი ერთად მოკრებილი წარმოაჩენს იმ სურათს, აწირო პროექტები განხორციელდეს ამ პირობებში, რა იქნება და როგორ იქნება. ნუ მაპაში ძალიან გამიგრძელდა, მაგრამ არა, მაკა, ძალიან დიდი მადლობა. ეხლა იმდენი ისეთი საკმაოდ ძიმე მოსასმენი რაღაცები თქვით, რა ძალიან გულში ხვდება ყველას და აი ის რომ მართლაც თქვენ გავლილი გაქვთ ის უკვე რასაც ეხლა გადის მთელი ქვეყანა, მთელი ქვეყნის მასშტაბში და მე ვფიქრობ, რომ მივდივართ ზოგადად დემოკრატიის საშინელ უკუსვლამდე, ზოგადად რეპრესიული რეჟიმის პირობებში ცხოვრებამდე, რა დროსაც სამწუხაროდ პირველ დარტყმას ყოველთვის იღებენ ხოლმე აქტიური, ადგილობრივი ადამიანები, მაგალითად გარემოსდამცველები, მაგალითად სოციალურ საკითხებზე მომუშავე ადამიანები, როგორც წესი პირველი დარტყმის ქვეშ არიან ხოლმე და ეს გვაჩვენა ზუსტად საქართველოს მდგომარეობამაც და სიტუაციამაც. ჩვენი ასამბლეის, საზოგადოებრივი ასამბლეის ფარგლებში ხო აი უკვე ვახსენე, რომ გვინდა რომ რაღაცნაირად სადისკუსიო სივრცე არსებობდეს, რითაც სწორედ აი ახლა დღეს არსებულ ოპოზიციურ პარტიებს მივმართავთ, იმიტომ რომ ისინი უნდა მოვიდნენ მომავალში ხელისუფლებაში. მათ სამწუხაროდ ყოველთვის ასეა, რომ პოლიტიკურ აქტორებს სხვადასხვანაირი, ასე ვთქვათ, ხედვა აქვთ სანამ მოვლენ ხელისუფლებაში და მას შემდეგ, როდესაც მოვლენ. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ეხლა, როდესაც არის ერთი გამოკვეთილი პოლიტიკური მხარე არ არის, რომელიც მომავალში ვფიქრობთ, რომ ქვეყანაში იქნება გამსაზღვრელი ძალა, მნიშვნელოვანია, რომ ეხლა მოხდეს მათთან კომუნიკაცია, რომ მათ იცოდნენ მომავალში მსგავსი პროექტების შემთხვევაში რა მოლოდინი აქვს საზოგადოებას მათთან, აგრეთვე ზოგადად რა მოლოდინი გვაქვს სახელმწიფო მოწყობასთან დაკავშირებით, გულისხმობ ამ შემთხვევაში ცენტრი და ადგილობრივი ხელისუფლებები და მათ შორის ურთიერთობას. აგრეთვე აი ახსენეთ მწვანე ალტერნატივა, არასამთავრობო ორგანიზაციები ახსენეთ მწვანე ალტერნატივას წევრები ჩვენთან მონაწილეობენ როგორც ასამბლეაში გარემოსდაცვის ჯგუფის წევრები, ჩვენ ერთად ვახორციელებთ ხოლმე, მუშაობთ ერთად. ერთ-ერთი საკითხი, რაც გავაკეთეთ, ჩვენ შევაფასეთ, როგორ ბმაშია ერთმანეთთან გარემოსდაცვითი დემოკრატია და ზოგადად დემოკრატია ქვეყანაში და ეს უკუსვლა, რომელიც ცხადია ყველასთვის, როგორ აისახება გარემოსდაცვაში ჩართულ არასამთავრობო ორგანიზაციებში და ზოგადად არასამთავრობო ორგანიზაციებში, რომლებიც ამ უმძიმესი რეჟიმის შემთხვევაში ფაქტიურად მოკლებული იქნებიან, რომ აი თქვენნაირ ადამიანებს დაეხმარონ იმ თავიანთი ცოდნით და თავიანთი შესაძლებლობით. ეს ერთ-ერთი, რა ვიცი, ყველგან მთელ მსოფლიოში ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია, რომ ყველაფრის სპეციალისტი ვერ იქნება და უნდა გქონდეს იმედი იმ ჯგუფებისა, რომლებიც არ არიან დაინტერესებულნი, არიან ისეთ დამოუკიდებელ პოზიციაზე და ფლობენ ამ ცოდნას, რომლითაც შეუძლიათ რომ დაეხმარონ ადგილობრივებს და ალბათ ეს მოკლედ ისეთი საკითხია, რომელიც ძალიან ბევრ განსჯას მოითხოვს და რა ვიცი, მე დიდი იმედი მაქვს, რომ მომავალშიც ეს არ იქნება საკითხი, რომელიც კონკრეტულ პროექტის დროს წამოიწევს მხოლოდ წინ და რაღაცნაირად უფრო
თლიანად შინაარსობრივად ვისაუბრებთ ამ საკითხზე საზოგადოება და პოლიტიკური მოთამაშეები ქვეყანაში, რომ შემძლოთ ამაზე შემდეგ რაღაცა კონსენსუსის მიღწევა. არ ვიცი, ძალიან დიდი მადლობა. 1 საათი გახდა უკვე რაც ჩვენ ჩართვა გვაქვს. ფიქრობ, რომ მომავალშიც ძალიან საჭირო იქნება ასეთი დისკუსიების გაგრძელება. თავიდანვე თქვით, ნამახვან ჰესის პროექტმა იმდენი შრე გამოავლინა პრობლემური საქართველოში, რომ აი მართლა თვითოულზე შეიძლება ძალიან სიღრმისეულად საუბარი. სხვადასხვა კუთხით და სხვადასხვა რაკურსით დანახვა იმ გამოცდილების, რაც მივიღეთ, რომ დაგვეხმაროს მომავალში უკეთესად ვიცხოვროთ და უკეთესი მიდგომა გქონდეს ასეთი პროექტებისადმი, მე მგონი. რა ვიცი, თუ ახლა რამოდენიმე მოკლე გაქვთ კიდევ ჩვენ ამ ჩანაწერს ეს ჩანაწერი განთავსდება საზოგადოებრივი ასამბლეის ვებგვერდზე და შემდეგ გადაშიარდება მრავალ საზოგადოებრივ პლატფორმაზე და თუ გაქვთ რაიმე კიდევ მოკლედ რომ თქვათ და დავასრულოთ დღევანდელი შეხვედრა. ხო, არც მე უბრალოდ მადლობას გეტყვით, მაინც ინტერესებს ამ საკითხის და ხო, ძალიან საჭიროდ მეცნიერება მე რასაც ახლა ბოლოს ამბობთ, რომ დაუშვათ არსებობდეს ესეთი სიტუაციები, სადაც ამაზე საუბრები იქნება, მაგრამ კარგი იქნება თუ უფრო ესე ვთქვათ აფასოვდება იმ გადებით, რომ თუ რეალურად პრობლემა მაინც რამდენიმე კაცი ეცემა, ხო, რაღაცა ვიწრო არის საუბრები ამის გამო, ხა ძალიან საინტერესო იქნებოდა იგივე იმ პოლიტიკოსების პოზიციები. თქვენ ახსენეთ საბატონო ეხან რომ აი რომ უთხრათ მაგალითად იმ ხალხს, ვინც აპირებს მომავალში ხელისუფლებას ჩვენ ქვეყანაში, რომ აი თუნდაც რაზგვიპირებენ, ხო, აი ამ საკითხზე ვთქვათ ეხა კონკრეტულად მაგალითად და საინტერესო იქნებოდა ამ ხალხს ეს კითხვები ჩვენ დავუსვათ ზოგადად, ხო? ანუ მე ჩემ თავზე კი არა მაქვს საუბარი, მე დავუსვა მაინდა-მაინც ამ ზოგადად რომ ხალხი იქნებ მიეჩიოს, აი ჩვენი საზოგადოება იქნებ მიეჩიოს, ცოტა დაატანოს გონება რაღაცა ესეთ მნიშვნელოვან საკითხებს, რომელიც ჩვენ ყველა ცხოვრებას განაპირობებს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და მე რაც უფრო გადის დრო, ანუ ეს აზრი მიტრიალებს ყოველთვის მიდივარ იქამდე, რომ ჩვენ აღარა გვაქვს ერთმანეთთან საერთოდ აი ძალიან დავარცხნილი საუბრების იმ დაგებით კი არ ვიძახი, რომ ხა პატივისცემის ფარგლებს ვიმატებოდეთ, მაგრამ ზოგადად ვამბობ, რა მიმართებებით არის ეს ჩვენთან დანერგილი ურთიერთობების აღარ არის უკვე რელევანტური. ანუ ჩვენ ყოფაში მყოფი ხალხისთვის ვიძახით, ჩვენ გაცილებით მეტი უწყელობა კომუნიკაციის სურვილის ქონა გვეთხოვება ერთმანეთთან ჩემი აზრით და ვინც აი ამ თამაშის წესებს დავარქვათ არ გაიზიარებს მაგალითად ხომ უნდა უთხრათ ყველა იმ ადამიანს რომ ვინც არასწორად იქცევა და ვინც უბრალოდ დააპირებს რაღაცა დიალოგების მიწევების გზით სხვადასხვა ესეთი მექანიზმებით დააპიროს უბრალოდ ადვილად გავიდეს ფონს ხო ეს ვინც იქნება პოლიტიკოსი მით უმეტეს ეხა პოლიტიკოსი უნდა იყოს დიდი წინასწარ მაგრამ სამწუხაროდ არც მედია სივრცე არც პოლიტიკური სპექტრი დღეს ესეთი ტიპის კომუნიკაციას არ აინიცირებს. ეს არის ძალიან დიდი პრობლემა. ხო, ამიტომ თქვენ რასაც აკეთებთ ახლა ამ შემთხვევაში ძალიან მნიშვნელოვანია. ეს საუბარი კარგია, შეიძლება ბევრი არ ვართ და თქვენවත් თქვენ ერთი ხართ, თქვენවත් რამდენიმე ხო და ბევრი არ ვართ, მაგრამ ვინც ნახავს დაუშვათ თუ ნახავს ან თუ არ ნახავს, მაინც საინტერესო არის რომ რაღაცა ერთ თემად სადღაც ერთხმად ისმის, ხო, ანუ აი ამ პლანზე და მადლობა გიძებთ. მე ეთერი არც ვიფიქრია, ჩვენ ხა მერე დავდებთ ჩანაწერს და მე მგონი ბევრი ადამიანი ნახავს და დასაწყისი უნდა იყოს პრინციპში, უნდა გაგრძელდეს ასეთი დისკუსიები. ხო, ну რა ვიცით, როგორც იქნება და ახლა თქვენ მაინც ასე გვიძლია არანაირი ზემოქმედება ვიქონიოთ პროცესში ზოგადად, ხო? უბრალოდ ველოდებით რაღაცას ამوات მოლოდინის რეჟიმში ზოგადად აი ამ ყველაფერთან დაკავშირებით რაღაც ჩვენ ვიბრძოლით და სამწუხაროა რომ უფრო ფართოდ ვერ ჩვენ ხედავთ ამ მომენტში მაგრამ ვერც გონია რომ რაღაცა დიდი ნაწილი ამ საზოგადოების
ყოველთვის ინერტული იყო ეს ჩემი გამოცდილებით და მაინც ახლა ჩვენ ნუ შეგვქონდა თავს ხანაზე და ვამბობთ რომ სხვანაირად არის, მაგრამ არ არის სინამდვილეში სხვანაირად ინერტულობა ჭამს, აი მაკა ამბობდა და არ არის ჭეშმარიტი სამოქალაქო აქტივიზმი, არ მეყვარს ეს სიტყვა აქტივიზმი, სადაც და მე არ ვიქნებ რაღაც აქტივისტად და არაფრად, უბრალოდ რაღაცა საქმეზე რომ ლაპარაკობთ, აი ხო, ის საქმე არ არის, უბრალოდ არც გვეხალისება ჩვენ დარწმუნებული ვარ, არც ერთ ამოძრაობის წევს და ყველა იმ ადამიანს, ვინც უანგაროდ აკეთებს რაღაცას, ახლა გამორიცხულია, რომ არ იქა დიდი ხალისით, მაგრამ ეს იმიტომ ხდება, რომ ეს იგივე რო თქვი, რომ ჩვენი საქმეა და როგორც აი ოჯახში და რაღაც საქმე და აუცილებლად უნდა გააკეთო, ისე არის ის საქმე, ხო, აუცილებლად უნდა გააკეთო. ამიტომ ლაპარაკობთ ყველა ამაზე და სხვა მიზანდასახულობა ხა ჩვენ არა გვაქვს სხვა мотиваცია რამე ამასთან დაკავშირებით და კარგი იქნება ხო თუ რაღაცა მეტი გამოხმაურება და დაფიქრება მოყვება ამ ყველაფერს საზოგადოებაში. კარგით. ყველას ძალიან დიდი მადლობა დაგემშვიდობებით მაშინ და რაც ნამდვილად შეგვიძლია გავაკეთოთ, რომ გავაგრძელოთ ის, რომ იყოს დღის წესრიგში ყოველთვის ეს საკითხები, იმიტომ რომ ზუსტად ვიცით, რომ ძალიან მნიშვნელოვანია და მომავალში მნიშვნელოვანი იქნება. ნახვამდის დაგემშვიდობებით ყველას.